Racon Berdia, Batamoto, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეცდით დღეს და როგორც ვიცით, სტალინჯის შესახებ ფილმის პრემიერა დღეს გაიმართება და გვიამბეთ ამ ფილმზე, მისი შექმნის შესახებ და რომელსაცია სად არის ყველაფერი გითხარით მოკლედ. მოგესალმებით, პირიქით მადლობა კვირაჯის მასპინძლობისთვის. ფილმი, რომელსაც ქვია მარადიული ყველა პრიზმი, მასზე მუშაობა დაიწყო 2019 წელს. თუმცა შემდეგ მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ შეცვალა არა მხოლოდ ჩემი გეგმები. ფილმის აქტიური ფაზა, სამოსამზადებელი ფაზა 2023-24 წლებში მიმდინარეობდა, გადაღებების ძირითადი ნაწილი და შესაბამისად პროდუქტიც 2024 წლის 9 ივნის ზუსტად 1 წლის წინ წარმოადგინეთ ბათუმში დახურულ ჩვენებაზე. ამჯერად გვაქვს თბილისში ჩვენება, თუმცა მანამდე იყო საერთო პრემიერაც. რაც შეეხება ილიას დანევიჩს და მის ფენომენს, მე ამჯერად მაინც თავში შევიკავებ მის პიროვნულ და შემოქმედებით ხარეებზე საუბრით, მე და ჩემმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ვეცადეთ მაქსიმალურად გამოგვეცა ჩვენი შტაბ-შტილებები და ჩვენი განწყობა, ჩვენი აღქმები აი ამ პიროვნების მიმართ და ამ ადამიანში განსხეულებული ქართული კულტურის მიმართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულება და ფუნქცია. ჩვენ გავიღეთ მაქსიმუმი და მე აქვე აღვნიშნავ განსაკუთრებით და ხაზგასმით იმას, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ბოლოს ან ფილმის საფინალო ტიტრებში წერია, აბსოლუტურად ყოველგვარი ფინანსური ინტერესის გარეშე, სწორედ აი ამ იდეისთვის თითოეულ მათგანმა გაიღო მაქსიმუმი საკუთარი შესაძლებლობების. მე მათ ვემადლიერები ასევე და მე ამაყება, რომ ნებისმიერი утоპიური იდეა, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს და წარმოსახვაშივე, რომ ვთქვათ, მით უმეტეს როდესაც მსგავსი მრავალწახნაგოვანი ადამიანის შემოქმედებას ეზიარები, ნებისმიერი რთული იდეა განხორციელებადია, თუ კი მსგავსი ადამიანები გეგულება გვერდით, როგორებიც არის ამ შემთხვევაში ჩემი შემოქმედებითი ჯგუფის წევრები, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლიერება მათ. კი ბატონო. მოგესალმებით მეც, დიდი მადლობა რომ მოგვეცა შესაძლებლობა ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს, ვეცდები მოკლედ მოგახსენოთ ჩემი აზრი, რაც მე ამირჩიეს, ესე ვთქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორად. პირველი რაც თუ ის არის, რომ ყველანაირად ხელს შეუწყობ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი კულტურა შევიტანოთ საზოგადოებაში. უშუალოდ ჩემი პროფესიაც ეს არის, გარდა იმისა, რომ მხატვარი ვარ, ჩემი უშუალო პროფესიაც ეს არის კულტურა მედიაში. ჩვენ და სამწუხაროდ ყველაფერი პოლიტიზირებულია დღეს, მათ შორის კულტურაც და ჩვენი მთავარი მისია და მიზანი არის ის, რომ ხალხს საზოგადოებას უთხრათ, რომ კულტურა ეს არის ყველასი. ჟდანევიჩი ეს ეკუთვნის აბსოლუტურად ყველას და მათ შორის საქართველოს. როცა ბერდია შემოვიდა ჩემთან, მაშინ ახალი მისული ვიყავი, მე საუბრა რომ ეს გაჩერებული იყო ეს პროცესი და შემდეგ უკვე ფაქტობრივად ხელი ქონდა ჩაქნეული ამაზე, იმიტომ რომ როგორც აღნიშნა პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა, რომ მომიყვარო ესეთ რაღაცას ვაპირებდიო, მე ვთხარი აუცილებლად უნდა ესე ვთქვათ თავიდან დავიწყოთ ამაზე ფიქრი, ამაზე მუშაობა, იმიტომ რომ თემა არის მართლაც საინტერესო, შეიძლება ცოტა ერთგვარი ის იყო ჩემი ესე ვთქვათ ინტერესიც იქიდან გამომდინარე, რომ მე მიყვარს ამ ადამიანის შემოქმედება, რასაც ჟდანევიჩი ქვია და საზოგადოება ისე კარგად არ იცნობს მას და კიდევ ერთხელ ჩვენი ფუნქცია, რაც შეიძლება მეტი ასეთი ადამიანი გავაცნოთ საზოგადოებას და ისეთი ხალხი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი ქართველები არიან. ისინი ქართველები არიან და ისინი ავრცელებენ ქართულ კულტურას. უდიდესი ფუნქციაა ეს საზოგადოებრივი მაუწყებლისა. უდიდესი პასუხისმგებლობა იყო ასეთი პროექტს რომ მოეჭიდა მაუწყებელი და მათ შორის მისი ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი, თუმცა ვიტყვი იმას და დავეთანხმები ბერდიას, რომ ის შემოქმედებითი ჯგუფი, ვინც თქვა, რომ ვინც უნდა იმუშაოს ამ თემატიკაზე, მე ერთ წუთი აღარ დავფიქრებულ ვარ, აღარ დამიწყე ამაზე ფიქრი, რომ შევძლებდით, ვერ შევძლებდით, მე ვთხარი, მოდი დავიწყოთ.
დავიწყოთ და დარწმუნებული ვიყავი რომ გამოგვივიდოდა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ხატრულ ფილმს იქნება ეს დოკუმენტური იქნება, ნახატი იქნება, წიგნი იქნება, ყველას ყავს კრიტიკოსი, ყველას ყავს შემქებარი და ეს ბუნებრივია, ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ არ გქონდა იმაზე პრეტენზია რომ ხვალ გავიღვიძებდით და ყველა აღიარებას მოვიპოვებდით. ჩვენი მისია რაც იყო და ამ ფილმის მთავარი მისია მე მგონია რომ ეს შევასრულეთ და აი დღეს თბილისის საზოგადოებაც ნახავს, ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს ეს ფილმი, რომ თავის სათქმელს ამბობს. ანუ შემეცნება და ის საგანმანათლებლო მიმართულება რაც აქვს ამ ფილმს მე მგონია რომ 100%-ით არის შესრულებული და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ვინც ამ ფილმზე მუშაობდა, მაუწყებელს, ბერდიას, ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართული იყო, ვინც დაეხმარა ისე საერთოდ უანგაროდ და ესე ვთქვათ ერთობლივად შეიქმნა ის რაც შეიქმნა და იმედი მაქვს რომ ნახავთ და შეაფასებთ და თქვენ ასესაც გვეტყვით. აქვე მინდა რომ დავამატო ბატონო ლადოს მადლობებს. განსაკუთრებულად მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ უწყებას, რომლებთანაც მე ამ ხნის განმავლობაში, 6 წლის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია და ურთიერთობა. შიშობა ვინმე რომ არ გამომჩეს, ამიტომაც ისინი ყველანი მოხსენიებულები არიან ტიტრებში. ეს არის ეროვნული არქივი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული მუზეუმი. ნუ მათ გარეშე ვერც ვიზამდით ვერაფერს. ასევე კერძო კოლექციებიდან არის მასალები გამოყენებული. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ილიასის კლუბის პრეზიდენტს, ილიას დანევიჩის მემკვიდრეს, ფრანსუა მერეს, რომ არა მისი 24 შვიდზე დახმარება და მასალების მოწოდება კომუნიკაცია ფიზიკურად ვერაფერ შეძლებთ რა თქმა უნდა. რომელიც სტუმარი იყო ასევე ჩვენი ბათუმში. ბატონი ფრანსუა უმასპინძლეთ. და მან თქვა და ერთ-ერთი შეფასება მისი ის იყო რომ მე სულ სხვა კუთხით დავინახე ილიას დანევიჩის, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მას ძალიან ბევრი ადამიანს ვემადლიერები და არაერთხელ ამიღნიშნავს რომ თუკი ეს ფილმი მე როგორც ავტორს მომიტანს რაიმე სახის წარმატებას, აბსოლუტურად თანაბარწილად ვუზიარებ ჩემი შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს, ვუზიარებ რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭირის ტელევიზიასა და რადიოს მსმენელ მაყურებელს და რა თქმა უნდა ვუზიარებ თითოეულ ქართველს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გაღებული ქართულ კულტურას ზოგადად და ქართულ ნიჭს ძალიან ბევრი აქვს გაღებული სოფლიო კულტურის ცივილიზაციისთვის და ზოგადად სოფლიო კულტურისთვის. ამიტომ ვნახოთ ფილმი, მარადიუმნი ყველაფრიზმი და ვიამაყოთ ჩვენი წარსულით. აქვე მინდა აღნიშნო ის, რომ ეს არ არის მხოლოდ თემა, რაც იყო და ახლა ამჟამად უყვებით და გადმოვცემთ. არა, ეს არის თითქოს ეს ფილმი გვაძლევს საშუალებას გადავაფასოთ საკუთარი თავი. დავუფიქრდეთ წარსულს, დავუფიქრდეთ ჩვენს ყოველდღიურობას და ვიფიქროთ იმაზე რა არის ხვალ და ზეგ გასაკეთებელი იმისათვის რომ სათანადოდ იყოს ქართული გენია დაფასებული. გავაცნოთ უბრალოდ ადამიანები ვინც სამწუხაროდ არ იციან. დიახ, იმიტომ რომ ფართო საზოგადოებისთვის ვინაიდან კირილეს დანევიჩი თბილისში იმყოფებოდა და საქართველოში იმყოფებოდა, ილიასდი ნაკლებად არის მაინც ცნობილი. და აი ამ ფილმმა მოგვცა სულ სხვაგვარად მისი წარმოჩენის შესაძლებლობა. ბატონი კირილე შესახებ ბატონი ყარამანი კირილეს შთამომავალი ბოლო ფრაზა არის მისი რომ ჩვენ ახლა გვაქვს კიდევ ერთხელ აღმოსაჩენი ძმების დანევიჩები და ამისთვის ის გვემადლიერება. ეს არის ძალიან დიდი კომპლიმენტი ჩვენთვის როგორც ფილმის ავტორებისთვის. სიხიროს მაყურებელი ტელევიზია. იყო უკვე ტელევიზიით პრემიერა უკვე იყო. უკაცრავად ვერდია გაგაწყვეტინებ აქ რა მოხდა, მინდა რომ თქვენს საქმის კურსში ჩაგაყენოთ. ჩვენს სხვანაირად ჰქონდა დაგეგმილი აბსოლუტურად ამ ფილმის პიარი და პრემიერები. პირველი პრემიერი დახურული ჩვენება იყო ბათუმში, შემდეგ უნდა ეს ერთ თვეში უნდა მომხდარიყო თბილისში და შემდეგ უკვე უნდა ყოფილიყო პრემიერა ტელევიზიის საშუალებად, მაგრამ ნუ მოხდა რაღაცა დაუგეგმავი ღონისძიებები, ნუ გადაიდო ერთხელ, გადაიდო მეორედ, ანუ ჩვენ და ჩვენი ბრალი არ იყო ნამდვილად და შესაბამისად ჩვენ არ გვინდოდა რომ თბილისის მაყურებელი თან დანაპირები ვიყავი, დარჩენილიყო ისე და აი როცა ესე ვთქვათ მოხერხდა იმ რაღაც პრობლემების შემდეგ, ხო, გადავწყვიტეთ. კი, ზუსტად გაგვედაგმა აქ.
0906 გვეჩვენებინა ყოფილიყო თბილისის აუდიტორიისთვის. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდზე აჭარის ტელევიზიის გვერდზე შეუძლიათ რომ იხილონ, ასევე YouTube-ზეც არის მარადიული ყველა პრიზმი და იხილონ, შეაფასონ, გაგვაკრიტიკონ თუნდაც და ასე შემდეგ. მზად ვართ. მადლობა თქვენ. თქვენ მადლობა კიდევ ერთხელ ვემადლიერები ყველას აბსოლუტურად იდეის განხორციელებაში ვინც დამიდგა გვერდით. ტელევიზიის ამჟამინდელ მენეჯმენტს, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციას, ყველას აბსოლუტურად ვინც ირწმუნა იდეა, რასაც საბოლოო ჯამში დაერქვა ყველა პრიზმი.